34 წლის დუმავა ბატალბეიმ ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ურთულესი ოპერაციის გაკეთება აფხაზი ექიმის რეკომენდაციის შემდეგ გადაწყვიტა. აფხაზი пациентის სიცოცხლის გადასარჩენად ქუთაისელი медикოსები რამდენიმე საათის მანძილზე იბრძოდნენ. Я приехал в Кутаисскую клинику, чтобы сделать операцию. Мне дали направление, что самая лучшая клиника – это Кутаисская клиника. Такой клиники в Москве нет и в Краснодаре нигде. Я был в Сочи, я тоже там снимки делал, но то, что сделал здесь, что там сделал, это разница большая. И здесь у меня вот сделали операцию 2-3 дня назад, и уже на ногах стою, все нормально. აფხაზებისათვის ქუთაისში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩამოსვლა გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში მათ საზღვრის არალეგალურად გადმოკვეთა უწევთ. პაციენტები რეალურად იპარებოდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით საზღვარზე, იმიტომ რომ გადმოსასვლელი არსებობს უამრავი რა თქმა უნდა და მისი გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია რუსი ოკუპანტების მიერ, ამიტომ ეთნიკური აფხაზებისთვის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მკურნალობა მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რისკიანი ნაბიჯია. ჩუმად არიან გადმოსული არა მარტო უბრალო აფხაზი მოქალაქეები, არამედ სეპარატისტი ლიდერების ნათესავებიც. და კონკრეტულ შემთხვევაში ეს გახლავთ ბაღაფშის სანათესაო წრე. ეროვნული სამედიცინო ცენტრის медикოსები კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ პაციენტებს არა მარტო კლინიკაში, არამედ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც ემსახურებიან. ქუთაისელ ექიმთა ბრიგადამ უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში სამაჩაბლოში 8000-მდე ადამიანის გამოკვლევა შეძლო. რამდენიმე პაციენტი, რომლებსაც ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდათ, ქუთაისის კლინიკაში გადმოიყვანეს. მათ შორის სეპარატისტული მთავრობის ერთ-ერთი ლიდერის ბორის ჩოჩიევის ბიძაშვილი ინალ ჩოჩიევი იყო. Даже не веришь, что так бы получилось бы. Ну, спасибо и врачам, и медсестрам, вот маленькие девочки, это мои внучки, как ходят. პაციენტმა ინალ ჩოჩიევმა გააკეთა შესაბამისი განცხადება ვლადიკავკაზის ტელევიზიით, რაც ჩემთვის იყო, მინდა გითხრათ, საკმაოდ მოულოდნელი სიამოვნება, ესეთი აბსოლუტურად არ ველოდი თუ ვლადიკავკაზის ტელევიზიით მსგავსი განცხადება თუ იქნებოდა ეთერში გადაცემული, სადაც მან მართლაც გულიანად და მთელი სულით და გულით შინაგანად, და არა ესე ტრაფარეტით, დიდი მადლობა გადაუხადა მთლიანად ქართველ ხალხს იმისათვის, რომ ისინი მეგობრობის ხელს უწვდიან თავის ოს და აფხაზ ძმებს მიუხედავად შექმნილი პოლიტიკური სიტუაციისა. 2009 წლის აგვისტოში აფხაზური მხარის ოფიციალური მოთხოვნით ეროვნული სამედიცინო ცენტრის медикოსებმა სოხუმში, ოჩამჩირეში, გულრიფსა და გალში 57 ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს. კონფლიქტური რეგიონებიდან პაციენტების ნაკადი დღესაც არ წყდება. ახლახან ქუთაისის კლინიკას სამედიცინო კონსულტაციისათვის სოხუმში მცხოვრები ინტელიგენციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათ ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ. ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია ეროვნული სამედიცინო ცენტრის მიმართ გაგზავნილ სამადლობერ წერილში აღნიშნავს, რომ უმაღლეს დონეზე ასული სამედიცინო სექტორი და მის მიერ რაც შეიძლება მეტი აფხაზისა და ოსის სიცოცხლის გადარჩენა მრავალ ფაქტორთან შორის ჰუმანურობასთან ერთად ქვეყნის გამთლიანების სიმბოლოა. ამ შეფასების სიზუსტეზე კიდევ ერთი ფაქტი მეტყველებს. ეროვნული სამედიცინო ცენტრის რეანიმობილი იქნა გამოძახებული სოხუმში. ეს აბსოლუტურად ასევე ძალიან ეგეთი გასაკვირი ფაქტია. ეს გახლავთ გოგონა, რომელსაც რუსმა ქირურგებმა ჩაუტარეს ოპერაცია სოხუმში, ოპერაცია იყო ჩიყუზე გაკეთებული, იქ დაზიანდა ნერვები, რომლებიც ახმო იოგების ინერვაციას აკეთებენ, გოგონას განუვითარდა ჯერ ასფიქსია, განუვითარდა სუნთქვის უკმარისობა და განუვითარდა კლინიკური სიკვდილი. სწორედ იმის გამო, რომ პაციენტის ტრანსპორტირება იყო ძალიან საშიში და შეიძლება გზაში დაღუპულიყო, ჩვენი რეანიმობილი შევიდა სოხუმში, გადმოიყვანა პაციენტი ეროვნულ სამედიცინო ცენტრში და გადაარჩინა ის სიკვდილს. ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ და კვალიფიციური медикოსებით დაკომპლექტებულ ეროვნულ სამედიცინო ცენტრში 4 წლის მანძილზე სამედიცინო მომსახურება 500-ზე მეტ აფხაზ და ოს პაციენტს უანგაროდ გაეწია. ეს მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ პოლიტიკაზე მაღლა ადამიანის სიცოცხლე დგას.